მოგესალმებით. დღეს 1 ივნისია, ორშაბათი და ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ თეატრალურ ორშაბათს. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ამიტომ მე საუბრით არ გადაგღლით და ჩვენს პატარა მსახიობებს შეგახვედრებთ. ჩვენი პირველი სტუმარი არის ჩვენი წითელქუდა. სესილი ჯიქურიძე. გამარჯობა სესილი. გამარჯობა. გილოცავ დღევანდელ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო. გაიხარე ჩემო ძვირფასო. შენ ხარ უკვე გამოცდილი მსახიობი, უკვე 4-5 სპექტაკლში ითამაშე, როგორც ამ თეატრში, ისე მუსიკისა და დრამის თეატრში და ხშირად გაქოლმე სხვადასხვა ტიპის კონცერტები, აქტივობები, ხარ მსახიობების შვილი. გიყვარს თეატრი? დიახ, ძალიან. თუ მშობლებმა დაგაძალეს, რომ გინდათ? მე თვითონ. შენ თვითონ გინდოდა. წითელქუდა ძალიან მოგწონს? კი. და მამასთან ერთად რო თამაშობ, ის განსაკუთრებით მოგწონს? ხო, და დედასთან ერთადაც. დედაც თამაშობს წითელქუდაში, კი ბატონო. კიდე რა სპექტაკლში იყავით შენ და დედიკო ერთად? ოცნებად სინამდვილე მე მგონი. ხო. ხო, სცენაზე არ ხვდებოდით ერთმანეთს, არა? ხო, შენ სცენაზე არა. შენ სხვა სიმღერას ვღეროდი? დედიკო სხვა სიმღერას ვღეროდა, ხო, ეს იყო კონცერტი ინოლა გურგულიას. აი, რას ეტყოდი შენ თანატოლ ბავშვებს, რომ რა? მივულოცოთ დღევანდელი დღე, რომ შემოვიდნენ თეატრში და ბევრ სპექტაკლში. ბევრი სპექტაკლი ნახონ. ხო, ბევრ და თან მერე ითამაშონ თუ რეჟისორი დაუძახებს, ხო? ეგ ძალიან მაგარია. შენ გიხარია, როცა იქ გეძახიან დარბაზიდან? განსაკუთრებით რომელი სცენა მოგწონს წითელქუდაში? ძაღლთან. ხო? ხო. ძაღლთან და ბეწვის ხიდზე. ბეწვის ხიდზე. სახალისოა ცოტა. ახალისოა ცოტა, ძალიან კარგი. შენ ხარ დღეს წითელქუდა, თუმცა შენამდე უკვე ბევრმა გოგონამ ითამაშა წითელქუდა რა? მახსოვს კესო, მაისაშვილი, მახსოვს იოანა ნავაძე, ტასო როსტომაშვილი, აი ესენი ვიცი რომ კიდე გამომრჩება, იმიტომ ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ დღეს ხართ ჩვენი წითელქუდა თქვენ ქალბატონო სესილი. ისურვებ წარმატებებს ჩემო ულამაზესო, უსაყვარლესო და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი სახით ძალიან საინტერესო მომავალი ეძდება ქართულ თეატრს. დამიანე, შენს გილოცავ დღევანდელ დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. შენ სულ ახლა ქონდა პრემიერა ჩვენთან. არ დამიძახოთ ბებია. და აი ყველა მაყურებელი, ვინც დაესწრო ამ სპექტაკლს, ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვები იყვნენ არაჩვეულებრივები და შენ და ტასო როსტომაშვილი ხართ ამ კონკრეტულ სპექტაკლში. შენ დედიკო და მამიკოც ამ თეატრის მსახიობები არის. აი რა არის შენთვის თეატრი? ჩემთვის თეატრი ალბათ ერთ-ერთი ჰობის ნაწილია ჩემი სხვა დანარჩენი ჰობებიდან, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს, რომ ალბათ რაღაც რომ მოხდეს და ან აღარ მქონდეს ეს ჰობი, უბრალოდ შეიძლება ვერც გავაცლო, მართლა ძალიან მიყვარს ეს ჰობი. შენ კარგად მღერი,
ვიცი, არაერთ კონკურსშიც მონაწილეობდი ისეც, საერთოდ ოჯახი ხართ, მომღერლების ოჯახი. აი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ სიმღერას გაყვეთულ თეატრს, რომელს აირჩევთ? ალბათ უფრო თეატრს, იმიტომ რომ ამ თეატრში ის ყველა ხელოვნებისფერო მოიაზრება, რასაც ვაკეთებ, ესე რომ ვთქვა. შენ თვითონ როგორი მუშავე ამ სპექტაკლზე, როგორი იყო სამუშაო პროცესი? ძალიან სახალისო იყო, რთულიც იყო, იმიტომ რომ ახალ რეჟისორებთან სადაც არ ყოფილ ვარ და სხვა მსახიობთანაც, რომელთანაც არ მითამაშია და საბოლოოდ ძალიან მიშიამოვნე ამ პროცესით. და იყვნენ შენი მეგობრები ნახეს სპექტაკლი და რა კლასელები იყვნენ, ძალიან მოეწონათ, განსაკუთრებით ბავშვები მოეწონათ, როგორც წეღანაღაშიც. ძალიან მიხარია. მე კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო ძვირფასო, ამ დღეს და გისურვებ, რომ აი ეს ოცნებები რაც სულ გაქვს, შენ ახლა ჰოპს რომ ეძახი, მაგრამ მაინც ოცნება ის, რომ კარგად იმღერო, კარგად ითამაშო, შენი ასაკის შესაფერისად გაერთო, ეს ყველაფერი სულ მუდამ გქონოდეს, აღსრულებოდეს და ნახოთ მერე რა გზას აირჩევ, ცოტა უფრო დასრულ ასაკში გადაწყვეტ ალბათ. მადლობა. გაიხარე. ლუკა, შენ უკვე არაერთ სპექტაკლში ითამაშე და დღეს ამ სპექტაკლებიდან ზოგისთვის უკვე გაიზარდე, ზოგი აღარ გადის. დღეს შენ თამაშობ სათაგურში, თამაშობ როგორც პატარა ბიჭს, ისე პატარა თავს. და პატარა მგელს, მე მგონია რა? 3 პატარა როლი გაქვს. 4. მეოთხე რა არის? ანუ დასაწყისში მთხრობელი. ხო. მოკლედ როგორია სცენა? მოგწონს სცენაზე დგომა? კი, სცენაზე დგომა ძალიან მიყვარს. თან ხალხისთვის რომ ვთამაშობ, ეგ ბასიამოვნებს. აჰა. მე მახსოვს შენ ოცნება თუ სინამდვილეზე, როდესაც ნომერი მიდიოდა, შენ ისე ერთობოდი და ისე ხალისობდი, ძალიან მეტი რო არ შეიძლება და მაყურებელი იყო აღთოვანებული, რომ აი რა საინტერესო ბავშვიაო, ლუკაო. შენც ხო გითხრეს? კი, და ძალიან მენელი ვიყავი მაგ დროს. აბა როგორ? მიყვარს ხალხისთვის კარგს რო ვაკეთებ. შენ გენაცვალე. მე მახსოვს, როდესაც შენ პირველად ითამაშე და მე მგონი ეს იყო საშობაო სიმღერა. შენ თამაშობდი ხეიბარ ბავშვს, ხო? კი. და აი მაშინა ძალიან ისე ყველამ აღნიშნა, რომ ეს ბავშვიო სადმე დადიოდაო, აქ გამდეოდა რომ უთხარით, რომ არა, არის ჩვენი თეატრის მხატვრის და დიზაინერის ვაჟი და აი ესე მოვსინჯეთ. იყო ყველა ძალიან როგორ ითამაშე ეს როლი? არ იყო ადვილი სათამაშო? ჩემთვის იყო ადვილი. ხო, რატომ? აბა რო აგვიხსნა. რადგან წლიპათ იმი. ჯერ უნდა გარედან შეხედა როლს. აჰა. და მერე შიგნიდან უნდა დააკვირდე. დიახ. და მერე უნდა ითამაშო. და გამოგივიდა. ხო. კარგი იყო. კარგად ჩავხედე მის ისტორიას. აჰა. პერსონაჟს და გამომივიდა. ძალიან კარგი. მე გისურვებ შენ წარმატებებს. გილოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩემო ლუკა და მაყურებელს შევახსენებ, რომ შენ ხარ ლუკა ჩაჩხიანით, რომ შენი ნახვა დღეს შეიძლება სპექტაკლში სათაგური. ხო. და იმედი მაქვს, რომ სათაგური სანაბარა არ დარჩები და კიდევ გამოჩნდება რაღაცა როლები, სადაც რეჟისორები დაინტერესდებიან ერთი ძალიან ნიჭიერი, ონავარი პატარა ბიჭუნათი, რომელსაც ლუკა ჩაჩხიანი ქვია.
და ბოლოს ჩვენი გადაცემის დასასრულს სტასო როსტომაშვილი ჩვენი თეატრის უკვე 8 წლმოსილი მსახიობი, რომელიც ძალიან ბევრ სპექტაკლში თამაშობს. დასვლა გილოცავ დღევანდელ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. და მე ძალიან მიხარია, რომ შენ აი ესეთი აქტიური ახალგაზრდა ხარ, აქტიური პატარა ხარ, რომელიც ხან ვიოლინოზე უკრავ, ხან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სხვადასხვა კონცერტზე გამოდიხარ, ხან მღერი და უკვე მე რამდენი პრემიერა გქონდა, სულ ახლახანს არ დამიძახოთ ბებია, მანამდე სხვა სპექტაკლები და ამ წუთასაც რეპერტუარში თამაშობ ოდისეას, თამაშობ ამ სპექტაკლს და ზოგჯერ სესილის დრო თუ გაუჭირდა, წითელ ქუდასაც გაიხსენებ ხოლმე, იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი წითელ ქუდა ხარ ჩვენს წითელ ქუდებს შორის. როგორია მუშაობა დედასთან და მამასთან თეატრში? ძალიან კარგი. მომწონს. და რომელ სპექტაკლებში თამაშობდით ერთად? იავნანამ რა ჰქნა? წითელ ქუდა, სათაგური და ოდისეა. ეს არის ყველა დედასთან. მამიკოსთან ერთად იყავი ოცნებად სინამდვილეში, თუმცა სცენაზე ერთმანეთს არ ხვდებოდით. არა? გინდა მამიკოსთან ერთადაც თამაში? კი. კი. ხო, მაგრამ რა არის, მამიკოს ისე გავხარ, რომ ჯობია დედიკოსთან ერთად ითამაშო და ისტორია მაშინ მამიკოს შვილი უნდა ითამაშოს სცენაზეც, არა? შენ ყველაზე მეტად რომელი როლი უფრო მოგწონს? იავნანამ რა ჰქნაში ქეთოს როლი, ოდისეაში თინას როლი და არ დამიძახოთ ბებიაში ქეთის როლი. ანუ ეს სამი სპექტაკლი მაინც უფრო გამორჩეულია, ხო? ანუ შენ საყვარელი პარტნიორიც გეყოლება? საყვარელი პარტნიორი არის დამიანე ნავაძე. ხო? ეს არ დამიძახოთ ბებიაში. ოდისეაში ნიკა ფაიქრიძე და იავნანამ რა ჰქნაში გიალია. გია გოგიშვილი. გიალიას მეძახით ჩვენ, მაგრამ გიორგი გოგიშვილი. ხო, ძალიან კარგი. ეხლა დედიკოს არ ეწყინება, რომ დედიკო არ დაასახელეს საყვარელ პარტნიორად. თუ დედიკო მაინც დედიკოა. დედიკო მაინც დედიკოა. შენ აი აქ თქვენ დამეგობრდით, სხვა პატარებიც არიან, ხო, თეატრში? დამეგობრდით. განსაკუთრებულად ვისთან მეგობრობ? სესილი ჯიქურიძე, ლუკა ჩხეიძე და ლუკა ჩაჩხიანი. ჩაჩხიანი. კი ბატონო. და დამიანე ნავაძე. აი, იცი შენ რომ ამ გადაცემაში სწორედ 6-3 ბავშვი ყავდა შენამდე და შენ ასე ვთქვათ დაასრულე ჩვენი დღევანდელი ის და მე მინდა რომ შენ ახლა ისარგებლო შემთხვევით და 1 ივნისია დღეს ბავშვთა დაცვის დღე და შენს თანატოლებს და ჩვენს მაყურებელს რომლებიც ასევე ბავშვები არიან მიულოცო ეს დღე. ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ბავშვთა დაცვის დღეს და მინდა რომ ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს და ჯანმრთელი და ყველა ოცნება აუსრულდეს. დიდი მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია, თქვენთვის გაიმართება ურჩხული და ლამაზმანი 3 საათზე, ხოლო საღამოს გვაქვს ჭინჭრაქას პრემიერა. მომავალ შეხვედრამდე.